მეგობრებო, მოგესალმებით. ესე იგი, იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია და იმხელა ემოცია გამოიწვია ამ რაღაცა სიდებილემ, ტყუილმა, რომ აქ ჩვენი ძაღლებიც კი აყექდნენ. ეხლა რომელ სიდებილზე და სიცრუეზე მაქვს საუბარი? რომელ სიცრუეზე მაქვს საუბარი, მეგობრებო, და 6 თვის მკვდარი რომ ცოცხლად გაასაღეს და საბოლოო ჯამში რომ ვეღარ შეინახეს და საავადმყოფოში რომ შეიყვანეს უკვე იმდენად ყარდა ალბათ რომ იმ დღესვე გარდაცვალეს, ანუ გარდაცვალეს რა გამოაცხადეს ოფიციალურად გარდაცვლილად, იმიტომ რომ ვეღარ გაუძლეს ამ საზოგადოების წნეხს. რა ხდება ახლა? აი პირდაპირ ნახეთ რა, შიო გამოდის და უკან ისინი არიან და უყურებენ აბა რა სიტყვის შიო და როგორ ვაფშე საერთოდ ფეხზე კიდიათ იქ ვინმე გარდაიცვალა თუ არა რა. ეგენი რო სერიოზულად ახლა მართლა პატრიარქის გარდაცვალებას დღეს მოსწრებოდნენ, სულ სხვა სახეები უნდა ქონოდათ იქ რა. ანუ მე არ ვიცი, აგრესია წამოვიდა ახლა ჩემს მიმართ, მაგრამ მე არ ვიცი რა გააგრესივებთ, ვერ გავიგე. ტიპმა იმენა საქართველოს დაღუპა. გეუბნებით რომ რასაც გეუბნებით მე არ გჯერათ, მაგრამ მალე გაიგებთ ყველაფერს. მოდი მე დავზოგავ ახლა ენერგიას, არაფერს არ გეტყვით და ამ დღეებში, აი ამ 2-3 თვის მანძილზე რაც გამოვა გარეთ, თქვენ გახდებით მომსწრე ამ ყველაფრის. გამომზეურდება მისი ყველა ცუდი, რაც კი მას ჩაუდენია. არ ჩაადებენ მაგას მიწაში. ეგ ადამიანი, რასაც საქართველოს უკეთებდა, ყველაფერს თავზე დაამხობენ. ბიჭო, რა დაგემართათ მაინც ჩემს მეზობლებს და კლასელებს, რა სატანას მიწოდებთ მაგ მყრალი კაცის გამო, ბიჭო, რა გჭირთ? ეხლა ნახეთ თქვენ რეები დაიწყეთ, თვითონვე ამხელენ, შიდა სამზარეულოდან გამოვა, ეხლა ნახეთ თქვენ ის მღვდლები ერთმანეთს, როგორ დაერევიან და ყველაფერს თავისი პირით, როგორ წამოაძახებენ ერთმანეთს, ეხლა ნახეთ თქვენ რეები გამოვა და დაელოდეთ რა ცოტა ხანი რა, 2 კვირა დაელოდეთ, თქვენ ნახეთ რეები დაიწყება აქ. და მერე მე მომდექით, კარგი? და მერე ჩემზე ვინც რამე ცუდი თქვა, ბოდიში მომიხადოს რა. რომ გაიგებს მაგის მყრალ სახეს. გესმით? ანუ 2 კვირა დაიცადეთ, სულ 2 კვირა დაიცადეთ რა. თვითონვე გამოაყრიან ყველაფერს, რაც კი მაგათ ცუდი, კარგი თუ რაც ჩაუდენიათ. შენ რა გონია ერთმანეთში არ შენენ? ეხლა მაგრო დაიწყება ძალაუფლებაზე ომი და ყველას რო ამხელს და იქ ყველა რო ალაპარაკრება და აი ესე დაესევიან ერთმანეთს და ხან იმას ეტყვიან და ხან კარგს და წამოაძახებენ თვითონვე ანახებენ თავის სახეს მეთქი გეუბნებით რა. მე რა შუაში ვარ 6 თვის წინ რო კაცი მოკვდა გითხარით და მადლობა მაინც გადამიხადეთ და ეხლა ოფიციალურად რად გამოგიცხადეს. აღდგომამდე უნდათ შეენახათ, მაგრამ ვეღარ შეინახეს, იმიტომ რომ იმდენად ყარს მკვდარი ადამიანი, რომ თქვენ არ იცით, ეს იციან მხოლოდ პოლიციელებმა. მკვდარი ადამიანი ყარს და აყროლდა იქაურობა და არ შეიძლებოდა იმის გაჩერება უბრალოდ, თორე რა ვერ გააკაჩინებდნენ იმაში, რა ქვია, აღდგომამდე? ზუსტად აღდგომისთვის უნდათ რომ გამოეცხადებინათ და აი რაღაც წვინდანი და არ გამოუვიდათ, იმიტომ არ გამოუვიდათ, ჯერ ეგერთიც მაგრა ყარდა და იქ უბრალოდ ხალხი შეწუხდებოდა რა, რეანიმაციაში შეწუხდებოდა ხალხი. ვეღარ ალაპარაკებდნენ ყოველდღიურ ესეთ რეჟიმში, რომ ყოველდღე ტყუილი ეთქვა ექიმს, ვერ გააკეთებდნენ. ამიტომ გამოაცხადეს ის მკვდრად დღესვე. თორე რო გადაიყვანეს საავადმყოფოში, ბიჭო, აპარატზე ყავდათ შეერთებული და ფილტვებით ასუნთქებდნენ აპარატით და კუჭი ქონდა მარტო პრობლემა? თურმე მარტო კუჭიდან ზდიოდა რომ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ის რეალურად მკვდარი თუ არ იყო, უნდა ეთქვათ, რომ ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა, აპარატზეა შეერთებული, სუნთქვა უჭირს.
ვერ ახელს თვალებს, ვერ ლაპარაკობს და სისხლისდის პირიდან. ესე უნდა ეთქვათ და არა კუჭიდან სისხლის დენის გამო მოულოდნელად გართულდა თურმე მისი პრობლემები, ჯანმრთელობის მოულოდნელად გართულდა თურმე. მთელი 6 თვე 6 თვე კი არა, სანამ 6 თვემდე მივიდოდა და მკვდარი იყო, მანამდე აპარატზე ყავდათ შეერთებული და მოულოდნელი კუჭის დენა ჰქონდა? სისხლის დენა ჰქონდა თურმე? ბიჭო, ხო უნდა მიხვდეთ ცოტა რაღაცას რა, რომ გატყუებენ არა? კუჭის თურმე შუა ღამით კუჭის სისხლიდან დენა დაეწყო, ეს დაინახა ვიღაცამ ღამით, შუა ღამით და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ანუ გიორგი, მე გეუბნებით სიმართლეს, რასაც გეუბნებით რა. 6 თვის წინ ეკრანზე გამოიყვანეს ცხვირი, ქონდა ჩამოწეული, მკვდარი იყო უკვე. გვამის ამოცნობაში შენ მაინც არ იცი როგორ შეიძლება ამოიცნო გვამი? ხო იცი შენ მაინც არა? ცხვირის წვეტი უკვე ჩამოწეული ქონდა, ლურჯი ფერი ქონდა სახეზე და ისე ეფარებოდნენ ერთმანეთს, რომ არ დაანახეს იქ ხალხს ეს კაცი და მკვდარი იყო უკვე და გავაცხადე კიდევაც რომ მკვდარი იყო. მე არავის სიკვდილი არ მისურვებია, მე ვთქვი ის რომ მკვდარია, მე ვთქვი ეს კაცი და ვის ანათლინებთ ბავშვებს მეთქი. 6 თვე მაცივარში გააკაჩინეს და ეხლა ვითომ რეანიმაციაში გადაიყვანეს და მერე მოკვდა უცბად. კარგი რა, მე არ მგონია რომ თქვენ ესე უაზრო ხალხი ხართ რომ ვერ აზროვნებთ რა. ცოტა იაზროვნე და ჩართეთ გონება რა. ჯერ რა ტექსტით გამოვიდნენ, ეგ ხო უკვე ნათელი იყო რომ მან დაგეგმილი ტექსტია და თუნდაც შიო რომ გამოვიდა და ელოდება ესე სანამ დალეწეს იქ მედიამ ერთმანეთი და მერე უკნიდან რომ უყურებენ ესე აბა როგორ გაართმევს თავს შიოს, აბა როგორ გაართმევს თავს და ეგ არ ჩანდა რომ ესენი მწუხრში არიან და რაღაცაში არიან და გაიგეს, ეხლა გაიგეს რომ ილია მოკვდა. აქ დაგეგმილი და უკვე დაზეპირებული, დაზუთხული ტექსტი გააჟღერა შიო. აი ხო უნდა გაიაზროთ რაღაცა ხალხო რა. და მე მომდექი და სატანა და შენ სატანის ფეხი და რაღაცა დებილობებს რომ წერთ. სატანის ფეხს გაჩვენებთ ეხლა თქვენ რა ხდება, რაც იყო რეალურად იმ სახეს დაინახავთ ეხლა. და მერე მოხვალ და ფეხებს დამიკოცნი რა, რო იცოდე რა. თამარ, ამ ბავშვებს რა ეშველებათ ეხლა? ვინ ბავშვებს, კაცო? ვინ ბავშვებს? გითხრა, აი დედას ვიცა რომ მადლობა, სამადლობელი გაქვს ჩემდამი რომ 6 თვის წინ კაცი რომ მოკვდა გაგიცხადეთ და კიდე მემწყევლეთ. კიდე მემწყევლეთ რა და აი მიდით უბრალოდ დასაფლავებაზე გაყევით და სუნი შეგაწუხებთ ბიჭო. სუნი ახლოში მიდით და ნახავთ რომ ყარს უკვე. ყარს მაგას ალბათ ერთი 10 პირცელოფანში ჩადებენ რომ ეგ აყროლებულია უკვე. 10 დღის გვამი იცი როგორ ყარს? საშინლად. აი მიდით და ნახეთ 10 დღის გვამზე კი არა უარესი იქნება რა. უარეს მდგომარეობაში იქნება უბრალოდ სუნზე მაინც იგრძენით. მაგას არ ჩადებენ მიწაში. ეგ უნდა გამოიკულიოს ხალხმა, როდის არის გარდაცვლილი. უნდა გამოიკულიოს რა, ესე არ დაგაყლევონ მართლა ყველანი ბიჭო. აზრზე მოდით რეებს აკეთებენ რა. თურქი ექიმის სახელს და გვარს რომ ვერ ამბობდნენო, ხო? თან შუა ღამეს უნდა ჩამოვიდესო და სახელი და გვარიც არ იცოდნენ. კაი რა, ბიჭო, რა დაგეგმილი და კარგით რა. მართლის მოსმენა არავის უნდა მზია. მართლის მოსმენა აშინებს ხალხს და რა ვიცი, მე ვარ სატანა, სიმართლეს ვეუბნები ხალხს და ის რომელიც ატყუებდა ჩვენი პირველი პრეზიდენტი მოკლა შევარდნაძე დედამომტყვრელი საქართველოს დედამომტყვრელის წინაშე დაგაჩოქათ და გათაყვანებინათ
არ ვიცი რა გააკეთა მაკასმა კარგი საქართველოსთვის ისეთი რომ ესე გამოგაყლევად ბიჭო რა გჭირთ ყველაფერი ცუდი რაც კი იყო დააქცია საქართველოს აფხაზეთის ამაჩაბლო დააკარგვინა რა ვიცი მე ეხლა ნახეთ ჩამოგიყვანათ ირანელები აქ და საერთოდ რა გაგიკეთათ გაათახსირა გაანარკომანა ჩვენი ახალგაზრდები წამალზე დასვა თამაშებზე დამოკიდებული გახადა ოჯახები დაანგრევინა ხალხს სიხაროსნები გააუპატიურებინა ხალხი გააქცია და კიდე მე მიწოდებთ სატანას თქვენ ვერ ხართ თქვენ მართლა რა მოგჯადეს ეგ მოგაჯადოვეს არ ვიცი რა და მე ვარ თურმე დამნაშავე რაღაცეებში და სატანა ვარ თურმე მე ბიჭო პირველი პრეზიდენტი რო ეხვეწებოდა რომ ქაშვეთის ეკლესიიდან გამოიტანა ის წვია წამალი და ის იარაღებიო ყურადაც არ მიიღო ბიბლიას თარგმნიდა თურმე და ისიც არ იცის რომელ ბიბლიას თარგმნიდა და საერთოდ ბიბლიაში ჩახედული თუ იყო ეგ კაცი არ ვიცი ახალგაზრდები რომ მოგიკლათ 9 აპრილს და ენა რომ გადაგირჩინათ ჩვენმა პრეზიდენტმა ენა რომ გადაგირჩინათ და ამან რომ ახალგაზრდები ჩაგიხოცათ იქ ეგ არის კარგი ტიპი ზვიადი გამსახურდეზე რო თქვა რომ სატანა დაიღუპაო მაგ ტიპს მისტირით ზვიად გამსახურდიაზე ილია მეორემ რო თქვა რომ სატანა ჩაძაღლდაო დაიღუპა კი არა სატანა ჩაძაღლდაო ხო თქვა ზვიად გამსახურდიაზე და თქვენ მაგ ტიპს მისტირით ბიჭო ვინ ახართ თქვენ ვინ ბრმები ხართ ქართველები ხართ საერთოდ ჯერ ვის არ დასწამა ცილი ვინ რამდენი ახალგაზრდა საგიჟეთში ამოეყო შავი ქუდის გამო ეპშტაინის ფაილებში ამოგიყირავდათ და პირდაპირ წერია ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე იყო სატანა და ანტიქრისტე ეგ 49 წელი იმეფებს სატანაო და აგე იმეფა 49 წელი ტახტზე იჯდა და მეფობდა 49 წელი ეგრე წერია წერილებში სატანა იმეფებს 49 წელი და ზუსტად 49 წელი ამეფეს მერე მკვდარსაც მოგანათლინეს 700 კაცი ბავშვი და ეხლა რო გითხარით რომ მე მკვდარს რო ანათლინებთ ბავშვებს მე ვარ თურმე დამნაშავე რომ მკვდარი იყო უკვე იმ დროს ეს ილია მეორე რა მართლა დაგაყლევათ ამ სისტემამ რა ეს ხალხი რა საქართველოს ნახევარი მოსახლეობა ჯერ ციხეში ჩაასმევინა იმ სააკაშვილს მოატყოვნევინა სულ ყველა ეგ არის კარგი მამა ბიჭო არ იცოდა ციხეებში რა ხდებოდა და ხმა არ ამოუღია მაგ დამპალს მაგას მერე რომ გამოვიდნენ მონაზღვენებად გააქცია იქ ყველა არ ვიცი რა ხალხო თქვენ მოდით რა მართლა აზზე მოდით რა აი ნუ ხართ ეს სიბნელეში ძალიან გთხოვთ რა მართალი ხარ სარწმუნება არ არსებობს საქართველოში ფულზე გაყიდულია ხალხი რობოტებივით არიან ზომბები მარტო ზვიადი გურამ შარაძეს ოჯახი მარტო ზვიადი კი არა რამდენი ხალხი მოკლა მაგან რამდენი ხალხი ეს ხალხი ვინც მაგან აწამა ხო ეხლა ნახე თქვენ რა იქნება რა ჯერ ხო საპატრიარქოს წრეში მანდრო ხალხია გაწამებული ეგ ამოიღებს ხმას და მანდედან დაიწყება ყველაფერი მერე გარედან დაემატება ხალხი და მერე ნახეთ თქვენ რა იქნება საქართველოში რა და მე ვარ ბიჭო სატანა ჩაძაღლდა მეთქი და მე ვარ სატანა თურმე რა სატანას უხარია სატანას ჩაძაღლება ვა რა საინტერესო ფენომენია ეს რა მართლა ძალიან საინტერესო ფენომენები ხართ სრულიად საქართველოს მაცხოვრები რომელიც ილია მეორეს მისტირის და ვიღაცა კიდე იქ წერს არ
ვიცი რა. ხო, კარგი, ეს იყო და ეს, რა ვიცი, პაკა ილია, პაკა. ჩაო. ჩვენ ან ჩემ მეგობრები, კლასელები, მეზობლები რა მაგაკრეფინათ შემზე ვერ ხვდები რა. წადით მეთქი ნახეთ იქ რეანიმაციაში მიდით გარეთ უკვე სუნი იქნება, გარედან იქნება უკვე სუნი. იქ ხალხი გამოკითხეთ, სადაც არის სუნი აწუხებთ თუ არა მათ უკვე გვამის, გამოკითხეთ. ნუ ნერვიულობ თამარ, ამ ხალხის მაინც არაფერი ეჩვენებაო. ვისაც ყვავის აზრი არ გააჩნია, ის ვერასდროს ვისაც თავის აზრი არ გააჩნია, ის ვერასდროს ვერ გაიგებს ვერაფერს. კაი თაკო. ყველამ თავის ცოდვაზე უნდა ააგოს პასუხი და ჩვენ არავის როგორ არა გიორგი, ჩვენ ყველამ თავის ცოდვაზე უნდა ააგოს, მაგრამ ეგ ერის მამაც წოდებული არის, გესმის? ერის მამაც წოდებულს შეგიძლია პირდაპირ მოკითხო ყველაფერი. და აგერ მე ეხლა კი არ ვაგინებ, კაცო, იმას ვამბობ, რაც არის. რაც გააკეთა, იმას ვამბობ, რაც დათესა, ის მოიმკო. გესმით? ანუ ეხლა თქვენ ყველაფერს ნახავთ, რეალურად ვინ იყო ეკაცი. ხო და ეგ არის რა. თვითონვე იტყვიან, ყველაფერს თვითონვე იტყვიან. შიდა სამზარეულოდან უკვე იტყვიან ყველაფერს. ეხლა ნახე შენ, ეხლა უნდათ რომ შიოს გადააბარონ მისი მოსაყდრე ვინც არის, პატრიარქობა. პატრიარქად შიოს რო აირჩევენ, მერე ნახე შენ რომ დასცხებენ იქ, შიო არავის არ დაუტოვებია იქ მემკვიდრეთ. ის იყო უკვე უბრალოდ მოსაყდრე, რომ მის სანაცვლოდ ლაპარაკობდა ეკაცი. სანამ ის ცოცხალი იყო და მიუხედავად ამისა, კაგებეს მაინც უნდა რომ შიო დასვას. ხო და კაგებე რო დასვას შიოს, მერე ნახე რა მოხდება რა. მართალი ხარ თამარ ისმენ ხედავენ, თუმცა რა დაპროგრამებული დოგმიდან არ გამოდის ხალხი. თამარ მაგი დიდი ხანია მკვდარია ქართველი ხალხისთვის აწი რას ველოდებით და რა მოხდება. აწი ეპოქის დასასრულია და ახალი ეპოქის დასაწყისი არის და ეგ მოხდება. და რა ვიცი, მე გითხარით, მე გიწინასწარმეტყველეთ, რომ ეგ ილია მოკვდებოდა და 2 თვით ადრე ვთქვი, რომ მოკვდება მეთქი, ეხლა ილია ამ წელსაც ვერ გატანს მეთქი და მართლა მოკვდა. 23 ნოემბერს უკვე მკვდარი იყო. აშკარად ფირებზე ჩანს, რომ მკვდარია კაცი. ყველანაირი ნაკვთების მიხედვით ამოიკითხავს ჩვეულებრივად ექსპერტი ამოიკითხავს, რომ ის მკვდარია. იმიტომ რომ ცხვირში ლანდი ვისაც გაზდის, ის უკვე მკვდარია. და ცხვირში ლანდი გაზდიოდა 23 ნოემბერს. როცა მოანათლინეს მკვდარს ბავშვები და როცა ბავშვები მოანათლინეს მკვდარს, იმხელა ცოდვა ჩაიდინეს, რომ რამდენი საუკუნის ვულკანმა ამოხეთქა? რამდენი საუკუნის ვულკანმა ამოხეთქა იმ დღესვე? და თქვენ ეს დამთხევა გგონიათ? გველოდება დიდი შოუ სოფო, ხო? დიდი შოუ, მალე გაკვირდებით. ნეტავ ასე ვის შესტკივა გული როგორც თქვენ, თუ ნერვიულობ, საჭიროა რომ აუხსნა ამ ხალხს, მაგრამ ესმით, რომ ზია, რა ვიცი, რატო ვერ ხედავენ, რომ მე მართლა ვნერვიულობ ამ საკითხებზე, ვერ ხვდები რა. მე არავის სიკვდილი არ მისურვია მართლა. ამ აკაცისთვის მე სიკვდილი არ მისურვია. და რა უნდა ამ ხალხს რას მაბრალებს ვერ ხვდები რა. მე ის გითხარით, რაც დავინახე, ბიჭო. და რა არ შეიძლება რომ თქვა ის, რასაც ხედავ? დამნაშავე ვარ ის, რაც დავინახე რომ თქვა? და რასაც ხედავ და რასაც ვამბობ, მაგიტომ ვარ სატანა? თქვენ თუ ეგრე აზროვნებთ, კარგად ყოფილა თქვენი საქმე და საერთოდ საქართველოს საქმე კარგად ყოფილა რა.
სატანა ის არის, ვინც სამშვილიანი დედა მიადგა და კარი არ გაუღო. სატანა აბა რა არის? ნეტა ვასევის შესტკივა, ხო? გული შემტკივა საქართველოს მოსახლეობაზე, შემტკივა გული ამდენს ატყუებენ, ამდენს აჩმორებენ, ამდენს შემტკივა თქვენზე გული, თქვენ კიდე სატანას მიწოდებთ? ღირსი ხართ, უნდა გატყუონ, ესე იგი და უარესები უნდა გიქნან. თავზე უნდა დაგამხონ ეგ ეკლესია რა. მე მაინც იმ ბავშვებზე განვიცდი თამარის შიდასი ბავში რომ მოინათლა იმათ რა ეშველებათ. თავისმა მშობლებმა იფიქრონ მაგაზე რა ეშველებათ და ის ეშველებათ. ღმერთმა უშველოს. სიმართლეს რომ ამბობ, მაგიტომ გიწოდებენ სატანას ქალბატონო თამარო. ხო, ალბათ ეგ დრო არის უკვე რომ ყველაფერი ამოყირავებულად რო არის, ჩანს უკვე, ჩინში გამოდის. ზაქრო რას წერ ვერ ხვდები რა. ხო, ჩინში გამოვიდა უკვე, ჩინში. ბიჭო, ღმერთმა ქნას საქართველოს გაბწყინდება მეთქი აწითქო და ხალხმა სატანა მიწოდა. მე ესეთი რამე არ მართლა როგორ დაგიბრმავებია ეს ხალხი, აი როგორ დაუბრმავებიათ ეს ხალხი მართლა რა. ბიჭო, იმისი არ იყოს ტრამპი კაცი ჭამია რომ გამოვიდა და კაცი ჭამია, პედოფილია და კიდე ტრამპს მისტირის ხალხი და კიდე ტრამპზე ლოცულობს. აი, არ ვიცი რა ხდება საერთოდ რა გჭირთ ხალხო რა გჭირთ. მიყვარხარ გვარავდეს უფალიო. მადლობა ამალი. ხალხო, აი დამერწმუნეთ რა. საქართველოს მოსახლეობა ეხლა რო ამოისუნთქებს, ისე არასდროს 49 წელია სატანა მართავდა საქართველოს. ამ 49 წლის მანძილზე იმდენად დაკნინდა საქართველო, უკვე აღარ ვიცით ქართველები სად არიან, მაგრამ ვიცით რომ აქ არიან რუსები, ირანელები, ჩინელები, ინდოელები, პაკისტანელები, არაბები, თურქები, რა ვიცი, ვიღა აღარ არის, ქართველი არ არის საქართველოში, ბიჭო. და თქვენ მე რომ გითხარით რომ საქართველო გაბწყინდება აწიმეთქი, არ გაგიხარდათ? აბა რა გაგიხარდათ მაგის დედავატირე. რა საქართველო დაკნინდება მეთქი, რო ვთქვა, თუ რა აღვადგენ მეთქი ილიას თქო, თუ რა გინდათ რო ვთქვა. რაც არ იყო ეკაცი ვერ ვიტყვი და რაც არის ის ვთქვი. მამა გაბრიელი გიჟად შერაცხო და რომ გარდაიცვალა წმინდანად ამის მერე როგორ შეიძლება ამ სატანის მს დაუჯერო დიდი ხანია არ გჯერავს მაგათი იახვების. ხო, ანუ ჯერ გიჟად შერაცხეს ვერ იცნეს სიცოცხლეშივე რომ წმინდანი იყო მამა გაბრიელი და მერე უკვე წიგნების ბიზნესის გამო უკვე წმინდანად შერაცხეს და მერე გახდა წმინდანი და მანამდე არ იყო წმინდანი. თუმცა მერე შეიცნეს რომ წმინდანია, გესმის? რაზე? ლეშზე, გვამზე, გაუხრწნელი რო იყო, მერე შეიცნეს. ანუ ადამიანი თურმე ცოცხალი როცა არის ვერ შევიცნობთ რომ წმინდანია, მაგრამ რო გარდაიცვლება და მისი ხორცი რო უხრწნელია, მაშინ შევიცნობთ თურმე რა. აი მკვდრების მადიდებლები ხართ რა მართლა რა ეგეთი ხალხი რა. ცოცხალ ადამიანს რო ვერ აფასებ და მკვდრის ლეშს რო აფასებ მერე რა. თქვენ მართლა ვერ ახართ თქვენ შკუაზე რა ყველანი რა. ადამიანი რო ხედავ ლაპარაკობს სიმართლეს და გიშს უწოდებ და რო დაფლავ და ამოიღებ რამდენიმე წლის მერე და ის რო თურმე წმინდანი ყოფილა იმით რო დაინახავ ამით ამ რაღაცა ხორცით.
100%-იანი ხარ თამარო, ეხლა თუ კეკები დაგვიშავს, ვერავისაც ვეღარ დასვავს, ეგ ხო ხედავ თავზე ენგრევათ მთელი ისრაელი. კეკები არის მასონთა წარმომადგენლობა და თავზე დაენგრათ მთელი ეგენი განადგურდებიან თლიანად. ვერავინ ვეღარ დაჯდება საქართველოში. მაგათი ხალხი პანტაპუნტით გაიქცევა აქედან. აქ ვეღარ გაიხარებს მაგათი ხალხი. ჩემს სიტყვას ხომ ხვდებით რომ ძალა აქვს. ხო და ეგრე არის. ეგრე იქნება და ეგრე იყო. მე რა გითხარით მაშინ რომ ძალიან გამწარებული რო ვიყავი და რომ მაგის გამო რო გამამწარეს ბიჭო სამშვილიან დედას რომ მაგ მძორის გამო რო მაგინეს და რა გითხარით თუ ილიას წინაშე მეთქი მე მტყუანი ვიყოთ ხო მაშინ მე ჩავიდო მეთქი მიწაში და თუ ეგ არის მეთქი ჩემს წინაშე მტყუანი მაშინ ეგ ჩაიდოს მეთქი მიწაში თქო ხო გითხარით ესე იგი რა გამოვიდა რა გამოვიდა? აგერ გელაპარაკებით მე თქვენ. ესე იგი მართალი ვყოფილ ვარ მის წინაშე, ხო? მამუკა წერს თუ ვინმე ყარს, ყარხარ პირდაპირ ეთერიდანაც შენ სიმყრალეს სრულიად საქართველოს გრძნობს. ერთი პატარა სტროფი მახსენდება შენ და შენი აღფრთოვანებულთა სიბეცეს ვუყურებ. მოიცადე, სად გამიქცა? პატივაყრილებს გსურთ პატივის სხვებსაც აღყაროთ და მოგვაჩვენოთ ეს ქვეყანა ცოდვილთ სამყაროთ თვითონ სულით კუზიანები ზიხართ მსაჯულად პატრიარქს ეხება და მარტო ამ სიტყვებით შემოვიფარგლებით ისევ მისი სულის საპატივცემულო და უკვდავ საყოფად თორე მისი ღირსიც ხარ ყველა ხედავს ხე მართლანა მამუკა სალაყაია შენ წარს დგები ჩემს წინაშე მე როგორი ჭიკჭიკებ მაგასაც დავინახავთ რა არის დედიკო? წყალი გინდა? ხო, შენ რო წარს დგები ჩემს წინაშე, მერე მითხარი რომ ყარხარ თქო, კარგი? ხო. და მერე შენაყროლებულის გვამის ერთ ნაჭერს პირში ჩაგიდებ და მერე ნახავ როგორც ყარს შენი ილია მეორე. გესმის? ერთი არ მინახი ხარ იქ ილია მეორესთან. ერთი არ მინახი ხარ იქ დასაფლავებაზე რა. არ დაგწყევლი იცოდე, არ დაგწყევლი. მაგრამ შენი თავი თვითონვე დაიწყევლე რა, რო იცოდე ეხლა ამ ტექსტით რა. მაგარი ცოდო ადამიანი ხარ. ძალიან ბნელი სულია, ძალიან მოპარული სულია უკვე ისოფო გეთახმები. ახლა ჩემო კარგებო, გილოცავთ საქართველოს გაბწყინება დაწყებულია. ამინ ამენით იესო ქრისტე დიდება უფალს. კარგად იყავით, გაკოცეთ. დიდება ყოვლად უხრწნელ სინათლეს, დიდება იესო ქრისტეს, რომელმაც შეისმინა ის ვედრება, რომ აღასრულოს და თავის სიტყვა აღასრულოს ამ დედამიწაზე დაასრულოს ეს უსამართლობა და ფლიდობა და ფარისევლობა. ამინ ამენით. ცხრათავიან დევს ბოლო თავი წასძურა. ფუი ეშმაკს მართლაც რა. სალაყაია. ფუი ეშმაკს წაგიყოლოთ ყველა. ეშმაკისეული. ზაქრო, აქედან დაახვია შენ ახლა რა, ნერვს ნუ მიშლი რა.
ვის ტყუილზე საუბრო, ბიჭო, ჩხიბავი ხარ და დადიხარ აქეთ იქით და დატასაო დაუკითხავად. კარგად, ძილი ნებისა, ტკბილი ძილი ყველას.